2022 წლის მაისში 2000-ზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა დანებების ბრძანება მიიღო. ისინი 86 დღის განმავლობაში იცავდნენ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლს. შემდეგ კი რუსეთის ციხეებში სიცოცხლისთვის იბრძოდნენ. თითქმის 3 თვის განმავლობაში ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი აზოვსტალის ფოლადის ქარხნის ბუნკერებსა და გვირაბებში მტრის თავდასხმებს იგერიებდა. აზოვსტალის მცველები რუსული აგრესიისადმი წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცნენ. მარიუპოლისა და აზოვსტალის დაცვის ბოლო 2 კვირა ჩემთვის გასაკვირად მარტივი ჩანდა. მე უკვე შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ ჩემი მოვალეობის შესრულებისას უნდა დავღუპულიყავი. ეს ასე მარტივია. ჯარისკაცები გამიგებენ. როდესაც აცნობიერებ, რომ შენი მეგობრების ნახევარზე მეტი დაღუპულია, იცი, რომ შემდეგი შენ ხარ და სრულ სიმშვიდეს გრძნობ. შავ პარკში ჩემი საუკეთესო მეგობრის ცხედარი დავინახე. სრულიად მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, დღეს ის იქნება, ხვალ კი მე, ან იქნებ 5 წუთში. ვლადისლავ ჟაივორონიკი გადარჩა, თუმცა მძიმე დაზიანებები მიიღო, როდესაც მის ჯგუფს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ესროლეს. ფეხი დავკარგე, დროებით მხედველობა დავკარგე ცალთვალში. მრავლობითი ჭრილობა მივიღე ნამსხვრევებით, მაგრამ ვერ მომკლეს. ექიმმა ნინამ უარი თქვა ჩემი სხეულის პარკში ჩადებაზე. მან გადაწყვიტა გაეგრძელებინა ჩემი გადარჩენა და ეს გამოუვიდა. სწორედ ამიტომ ვარ ცოცხალი. აზოვსტალის მცველები იხსენებენ, რომ მარიუპოლში გამგზავრებამდე ისინი გააფრთხილეს, რომ შესაძლოა იქედან ვეღარ გამოეღწიათ, თუმცა ამას ჯარისკაცებისთვის ხელი არ შეუშლია, რომ საკუთარი ქალაქი დაეცვათ. მებრძოლები ყვებიან, რომ ამ ოპერაციის შესრულებისას მარიუპოლში 7 ფრენა განხორციელდა, რომელშიც 10-ზე მეტი მირვა ტიპის ვერტმფრენი მონაწილეობდა. მათ მინიმალურ სიმაღლეზე ტყის ზოლს ქვემოთ მოუწიათ ფრენა, რათა რუსულ საჰაერო თავდასხმის სისტემებს არ აღმოეჩინათ. მტრის ინტენსიური საზენიტო ცეცხლის გამო 3 თვითმფრინავი დაიკარგა, თუმცა მისია შესრულდა. ოპერაციის წყალობით უკრაინელმა ძალებმა 64 დაჭრილის ევაკუაცია და 30 ტონა ტვირთის გადატანა მოახერხეს. ხალხი გაამხნევა იმ ფაქტმა, რომ კიევიდან ჯარისკაცები ჩაფრინდნენ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდნენ, რომ ისინი სავარაუდოდ აღარ დაბრუნდებოდნენ. მძიმედ დაიჭრა ანატოლი ბასენკოც. მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მისი ჯგუფის 10 ჯარისკაციდან 4 უვნებელი დარჩა, 3 დაიჭრა და 3 დაიღუპა. გადარჩენილებმა აზოვსტალის კომპლექსს გვიან ღამით მიაღწიეს. 2022 წლის 16 მაისს აზოვსტალის დამცველებს დანებება უბრძანეს. ბასენკოს ხვებთან ერთად რუსებმა ტყვე დაიყვანეს. მაშინ უკრაინის მთავრობამ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებდა დაუზუსტებელი რაოდენობის ჯარისკაცების გადასარჩენად, მაგრამ მათი ბედი თავიდან გაურკვეველი რჩებოდა. დაახლოებით 6 კვირის შემდეგ 29 ივნისს აზოვსტალის 485 დამცველი გაათავისუფლეს, ხოლო დაახლოებით 850 რუსეთის ციხეებში რჩება. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ 10-დან 9 უკრაინელი სამხედრო ტყვე წამებისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლია. მსოფლიომ უნდა იცოდეს, თუ როგორ ექცევა რუსეთის სინამდვილეში უკრაინელ სამხედრო ტყვეებს. არ ამგონია დასავლეთმა სრულად გაიგოს ის დანაშაულები, რომლებსაც რუსეთის ჩადის. აზოვსტალი თავდაპირველად მარაგების შევსებისა და რეორგანიზაციის ბაზას წარმოადგენდა, მაგრამ მალევე ქალაქის უკანასკნელ ციხე-სიმაგრედ იქცა. მარიუპოლი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში, როგორც ლამაზი, თვალწარმტაცი ქალაქი. ერთ დღესაც მინდა ჩვენს მარიუპოლში უკრაინის დროშის ქვეშ დავუბრუნდე.